ჩვენი ოჯახი დაბრუნდა პირდაპირ ეთერში. ჩვენი სტუმარია პირადად ჩემთვის ძალიან საყვარელი ვიქნები სუბიექტური ადამიანი, რომელმაც კიდე ახალი ხედვა გამიხსნა და რატომღაც მიმახვედრა, რომ არასდროს არ არის გვიან რაღაც ახალი დაიწყო ცხოვრებაში. მნიშვნელობა არა აქვს ვთქვათ, სად ხარ, რამდენი წლის ხარ, რა ვითარებაში ხარ და რა ხდება შენს თავს. ლიკა ბუხნიკაშვილი ამ შემთხვევაში მხატვარი, ასე ვთქვა? თვითნასწავლი მხატვარი. თვითნასწავლი მხატვარი, გამარჯობა, რომლის ნახატებიც მეგობრება როგორ იყიდება, იცით? ალბათ შეშურდება ძალიან გამოცდილ და ისეთ სტატუსიან მხატვარს. მაგრამ მოდი დავიწყოთ თავიდან. მეც კი მაქვს მისი ნახატი. დავიწყოთ თავიდან. კი, რატო სად გაიხსნა ეს შემოქმედებითი რაღაცა ლტოლვა? მოკლედ, ჩემს ისტორიას შეიძლება ეწოდოს ზოგი ჭირი მარგებელია. აი ზუსტად ჭირისგან მივიღე სარგებელი. სამწუხარო ისტორიით დავიწყე, მქონდა საშინელი პანიკური აშლილობები. ან კოვიდის დროს? კოვიდამდე, ნუ რაღაც პრობლემებიდან გამომდინარე დავიწყო პანიკური აშლილობა. პიროვნების დერეალიზაცია, ასე ქვია, ფსიქიატრები ეძახიან, ასეთი ტერმინი არსებობს, უცებ გარემო მიუცხოვდებოდა, საშინელი მდგომარეობაა, აბსოლუტურად საშინელი. ჯოჯოხეთია დედამიწაზეა ესეთი. გუდაურში ვიყავი სხვათა შორის მაგ პერიოდში, რომ დამეწყო ეს პრობლემა. არც რეალმა მიშველა არაფერმა, წამოვედი მაშინე ფსიქიატრთან. როგორ დაიწყო? აი პრობლემა შემხვდა მნიშვნელოვანი სანერვიულო, ასე ვთქვათ და აი რაღაცა ერთი თვის მერე დამეწყო. ჯერ აი შფოთვითი აშლილობით შფოთავდი სულ რაღაც ისე და უცებ დამეწყო ეს პანიკები, სიკვდილის შიში, გაგიჟების არა, სიკვდილის შიში. ესე ვიყავი მშობლიურ მდგომარეობაში, დამეწყებოდა, წამოხტებოდი, დავრბოდი ოთახებში, ნუ რაღაც ჯოჯოხეთია. ჯოჯოხეთი, აი იმ თემის გაგრძელება პირველი რესპონდენტი რასაც ყვებოდა. აი არ ვიცი, ამის იქით აღარაფერი აღარ არსებობს. ვის მიმართეთ, აი უცბად რო ხო არ იცი? ჯერ დავიწყე მაშინვე ექიმთან არ მივსულა, ჯერ იქით, იმიტომ რომ გუდაურში ვიყავი, იქ საქმეც მქონდა, იქ დავიწყე ბრძოლა, ჩემით ვსრიალებდი, არაფერი არ მშველოდა. აი ეს ყველაზე საშინელება არის გარემოს გაუცხოება აბსოლუტურად ხარ ჩვეულებრივად და უცხო გარემოში ხვდები. აღიქვავ ყველაფერს, იცი ის ადამიანი შენ ხარ ყველა, შენ ხარ თვითონ, მაგრამ იმ გარემოში აღარ ხარ, სხვაგან ხარ, გავდიოდი ქუჩაში, თოვლში, მთებში, რომ ვიფიქრეთ 1-3-4 საათი ვიყავი უცხო გარემოში, მერე თავისით ბრუნდებოდი. მოკეთ ჯოჯოხეთი. ჩამოვედი თბილისში, მიმართე ფსიქიატრს, დავიწყე მკურნალობა, ეს ჩემთვის ფსიქიატრი ჩვეულებრივად პირიქით გამოსავალია ძალიან დიდი და ეს არ არის სირცხვილი და რაღაც პრობლემა. დავიწყე მკურნალობა და ვიცოდი, რომ ეს მკურნალობა გასტანდა ძალიან დიდ ხანს. ნუ პირველი სინათლის ხივი ჩდება 3 კვირის მერე დაახლოებით და მანამდე აი არაფერი არ გშველის და ესე ვიჯექი მცენარესა ვიცალში. ვერ აღვიქვავდი ფილმებს, დეპრესიას დამემთხვა დეპრესიაც, იმიტომ რომ ვერ გამოდიოდი იმ მდგომარეობიდან. დღეში მქონდა 3-4 ეს პანიკური შეტევა. აი ნუ არ ვიცი, იმის იქით არ არსებობს არაფერი. მართლაც. ვერ ვკითხულობდი, ნუ შეიძლება ეზოში გავსულიყავი, მე ვლო რამდენ ხანს ივლი და ბრუნდებოდი და მოკლედ მეგობრები, ოჯახის წევრები. არაფერი აქ შველის მაგ დროს, არც არავის საუბარი გინდა, არაფერი. აი თავი ხელში აიყვანე მაგას რომ ვინმე გეტყვის, გინდა რომ მოკლა ის ვიღაცა. რას ქვია თავი ხელში ავიყვანო, არ არსებობს და მოკლედ აი ამ მაშინ მივხვდი რომ რაღაცა უნდა მეკეთებინა რომ დრო გამეყვანა. ნუ ის 3 კვირა თუ 4 კვირა და მაშინაც როცა იწყებ გამოსვლას, მაშინ ხო არ გამოდიხარ, კიდევ გრძელდება ეს თვეობით და მაშინ ვიფიქრე რომ მოდი რაღაცა ან მოვხსოვო, ან ხო ვიცით რომ რაღაც თერაპია კაია, ან გამოვძერწო, მაგრამ არც პლასტელინი მქონდა სახში, საქსოვი ჩხილების ბავშვობის მერე არ ამიღია და აღმოვაჩინე რომ ახლა რომ მახსენდება ძალიან მეცინება ჩემი შვილის თუ ჩემი ძმისშვილების სახატავი როლი ნახევრად გამოყენებული, რაღაცა უბრალო ფანქარი მქონდა, განხმარი გუაშები მქონდა და ნუ ავიღებ ფურცელს და მეთქი კვადრატებს დავხატავ სამკუთხედებს, ნუ რაღაცას გავაფერა და ვიხარჯები. ჩემით ნუ აი სახლში ვიჯექი. ჯერ პანდემია არ იყო დაწყებული. და დავიწყე ხატვა და რატოღაც პირველი დავხატე ანგელოზი მსუქანი, პუტკუნა საყვარელი, ჩემი თილისმაა ახლა ამ ეტაპზე კი რა, ჩემი თილისმა იქნება მაგ ანგელოზმა გადაგარჩინა. აი მაგ ანგელოზმა მართლა გადამარჩინა და აი ხალხო ნახეთ როგორ გახედე უკან. ეს არის ლიკას ნახატები. რომელიც იმდენად მაბედნიერებს და ისეთ სამყაროს ქმნის, შეხედეთ.
ეს მე-5 წელია უკვე, 5 წელია რაც დავიწყე ხატვა. აი ეს სხვათა შორის 1 წლის ნახატია, 1 წლის ხატვარი ვარ, აი აქაც 1 წლის ხატვარი ვარ. ნამუშევარში არის ბედნიერება, სიკეთე, ალბათ რაც თქვენ ანუ შინაგანი ბუნება რა, რაც გამოვიდა. აი რაც უფრო ცუდად ვიყავი, ხო? აი უფრო ფერადი იყო ჩემი ნახატი, უფრო ბევრ ფერებს უყრიდი და ორალამაზია, ხომ არის ვითომ ასეთი მოსაზრება არსებობს, რომ რაც უფრო ცუდა ხასიათზეა მხატვარი შავ ფერებში და არა, ჩემთან პირიქით იყო. გამოფენა თუ გქონდა? კი, აბა. ორჯერ მქონდა. აბა, არც მეტი და არც ნაკლები ორჯერ. მაგრამ აი ხატვას ხო ჭირდება რაღაც სწავლა, ტექნიკა, არაფერი არ მისწავლია, აბსოლუტურად. აბსოლუტურად. ნუ ბავშვობაში როგორც ყველა. როგორც ყველა ხატავდი, მაგრამ მიყვარდა, აბა ვიღაცას არ უყვარდა და მე ძალიან მიყვარდა ხატვა და ცოტა შორის მინდოდა რომ ხატვარი გავხდარი, გამოვსულიყავი, მაგრამ პროპორციებს როგორ აკეთებ? არ ვიცი. აზე არ არის. აი ხატვა. არაფერს არ ვაგებ წინასწარ, ვიცი, აი ეს არის. თან მოდის სიყვარული და ბედნიერება მართლა ყველა ნახატიდან. აი რეალურად ხასიათზე. ბავშვი მოწყალია კატა რაღაცა აი სხვათა შორის ბავშვების ნახატები. ეს რა საყვარელია. ძალიან საყვარელი არის. ბავშვების ნახატები ყველას აქვს თქვენი თვალები. ხო, და ჩემი შვილის. ავტოპორტრეტი ძალიან კარგი შვილი ყავს ნამდვილად. და არაჩვეულებრივი კატა და ძაღლი, ეს კიდე აი, მე ცალკე თემაა კიდევ. კატა ძაღლი ერთად? დაგსა? კი. გიჟდები რა მე ამას მაინტერესებს ისეთ, აი, ცუდად რო იყავით, აი, შვილი, კატა, ძაღლი. არავინ არ მინდოდა. არა. არ გაყენებდა სიხარულს არაფერი. არაფერი, ნუ აი მიფიქრია კიდეც, რომ აი ხო რომ ვიღაცა მილიონი ჩამირიცხოს, არ მაინტერესებდა არაფერი, არაფერი. მაგრამ მე მგონი რატომ გეშველათ, იცით, აი ეგ ფიქრები, აი ახლა რომ მილიონი ვინმე ჩამირიცხოს, ხო მოდიოდა ეს ფიქრები. არა, ფიქრობდი, აი რამ შეიძლება გამომიყვანოს ამ მდგომარეობიდან. და არაფერი არის. არ არსებობდა დედამიწაზე რამე, რაც მომიყვანდა, ხასიათზე კი არა, ნუ. მაგრამ მიზეზი იცით, რატომ დაგემართა? კი, ნუ რაღაცა პრობლემა შემხვდა, ძალიან ბევრი ვინერვიული იმაზე და მე მაშინვე არა, მაგრამ ერთი თვის მე აი სახა მე პანდემია დაიწყო უკვე. მეორე პრობლემა დაგკითხა. ხო, მაგრამ პანდემიას გავუმკლავდი. აი, თვალებს მიკვირს. არა, მართლა მიკვირს, რომ აი ეს როგორ შევძელი, მაგრამ ნუ იცი ძალიან ბევრი ნამუშევრები კი, სავსე. პირველ გამოფენაზე 100-მდე ნამუშევარი გავიტანე, ეხლა 65. ეხლა მქონდა პროდუქტიული ადამიანი. მაგრამ ხო. აი თვალები ჯაჯომ ყველა არ ახსენა თვალები ძალიან ბევრი ნახატს ვუყურებ თვალებში. თვალებს აქვს იმხელა სიღრმე, რასაც კიდე სწავლა უნდა რომ ეს დახატო. ბლიკი, ფორმა, ჭრდილი, არაფერი, ეს აბსოლუტურად, აი ფიცა ვარ, აბსოლუტურად ყველაფერი ჩემით. ის კი არა თავიდან უკვე რომ დავიწყე ხატვა და ესხში შევედი, არ ვიცოდი რომელი ფანქარი გავამეყენებინა, რომელი იყო ყველაზე კოხინორი მე გავიგე. არ ვიცოდი, მე აკრილზე გადავედი, გუაში დავიწყე და ეხა აკრილში ვხატავ. აკრილიც არ ვიცოდი და გოგონები ვინც მუშაობენ ამ მაღაზიაში სადაც იყიდება, კონსულტანტებს ვეკითხებოდი, რომელი ფუნჯი იყო აკრილის. მცხვენოდა მეგობრები ყავს არქიტექტორები, მხატვრები და იმათთვისაც კი მე მცხვენოდა მეკითხა არის ფიქრონ ეს მოკლედ რაღაცა ზედმეტად ვგრძნობდი თავს ამ ახალ სამყაროში. დღეს ხო ხარ ორგანულად უკვე თუ არა? კი, ეხა ვარ ორგანულად. ისე აი მოდი შეჯამებისთვის, ნუ გვიან რო არასდროს არაფერი არ არის, ეს რაღაც ბანალურად ჟღერს უკვე. მაგრამ აქ საუბარია სუბლიმირებულ ენერგიაზე, რომელიც ძალიან სწორად მიმართეთ ოღონდ თვითონ. ეს ალბათ ყველა შეგვიძლია, ხო? სუბლიმაცია ენერგიის. კი, ეს ჩემი ისტორია იქნება. დაუხარჯავი ენერგიების. ეს ალბათ მქონდა ჩადებული ოდესღაც ბავშვობაში და რაღაცა ამოფეთქა მერე. ანუ მე რო ალბათ არ გამختارიყავი, არც არაფერი არ იქნებოდა, არც აქ არ ვიждდებოდი და არაფერი ვიქნებოდი, არ ვიცი. გუდაურის როგორც ეს უნდა ყოფილიყო ასე, როგორც მოხდა. თუმცა ასე ამბობენ, რომ ყველა ფერში, ყველა უნარში, ნიჭი ცხოვრების ყველა ეტაპზე რაღაცაში ვიხდით ფასს. ალბათ სტრესი არის ხოლმე ის ფასი, რომელიც ჩვენში ხსნის სამომავლოდ კიდე სხვაგან ზომად. მე ველოდები კიდევ ახალ რაღაცებს. არა, კარგია. და ჩვენ კიდე გელოდები. დგას სრიალებს. ფაქტობრივად გუდაურში ცხოვრობს, ხო? სურავ. კატა ძაღლი ყავს ერთად. კატა ძაღლი კიდე ცალკე. ძალიან მაინტერესებს რამდენი წლის არის, მაგრამ მე არ არა, ვიტყვი 65-ის. არ მართლა. შენზე დიდია. 59 წელი მოკლედ 20-ში დავიწყე ხატვა რა. 59-ის ვიყავი და მე 60-ის გავხდი. ანუ არასოდეს არ არის მართლა არაფერი გვიან.
დიდი მადლობა ლიკა, მე მინდა რომ ბევრი ადამიანისთვის მოტივი იყოს დღევანდელი ჩვენი სტუმრობა. მე მგონი იქნება კი. სუდად ყველა ვართ ხოლმე, ადამიანები ყველა ვართ და მთავარია სწორად გამოვიყენოთ ჩვენი უარყოფითი ენერგია, რომელიც გვჭამს. ასეა? ფაქტია. ფაქტის სახეზეა, მეგობრებო. ჩახედეთ თქვენ თავს და შესაძლებელია თქვენც აღმოაჩინოთ რაიმე კონკრეტული. მადლობა კიდევ ერთხელ. თქვენ მადლობა. დაგემშვიდობებით. დიდი მადლობა. ჩვენ გავაგზავნებთ გადაცემას. მოკლედ, აი ჯაჯო. რაღაცა საინტერესო ამბავი. კი, და თან როგორ დაემთხვა ფსიქოსომატიკა, პირველი თემა, რაზეც ვისაუბრეთ და როგორ გამოიყენა ადამიანმა.